მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. დღევანდელ ვლოგს ვიწყებ კატლეტების მომზადებით. დღეს დილიდან გადავწყვიტე რომ კატლეტები შემეწვა, რადგან როგორც იცით, კატლეტის შეწვის შემდეგ სუნი ასდის ტანსაცმელსაც, თმასაც და რადგანაც გადავწყვიტე ჯერ სააბაზანოში შესვლა დილიდან, ვიფიქრე რომ უკეთესი იქნებოდა თუ ჯერ კატლეტებს შევწვავდი და შემდეგ წავიდოდი თავის მოსაწესრიგებლად. დღეს ვამზადებ ბოსტნეულის და ქათმის ხორცის კატლეტებს. აქ მაქვს ერთი მოზრდილი ყაბაყი, კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, კამა, ქათმის ფარში, აქ არის 9 კილო ქათმის ფარში, სადღაც 450 გრამი თუ არ ვცდები, ასევე ორცხობილა დაფქვილი, ანუ ეგრეთ წოდებული სუხარი, ერთი კვერცხი, სუნელებიდან ავიღე ქათმის სუნელი, ეს არის ქათმის სუნელი და მარილი ერთად და დაფქვილი ნიორი. ახლა პირველ რიგში ბოსტნეულს ჩავხეხავ სახეხზე, ყაბაყს ჩავხეხავ დიდ სახეხზე, ხოლო კარტოფილს და სტაფილოს აი ასეთ უფრო წვრილ სახეხზე. დავტოვებ რამოდენიმე ხანი, რომ ცოტა წვენი გაუშვას, შემდეგ შევურავ ყველაფერს ერთად და შევწვავ გაცხელებულ ტაფაზე. When I feel sad, I escape from my sense. Lately music's been my reminiscence. That's when I listen. I know it's bad that I can't help myself. When I get mad, I set fire to the hell. The only way to keep it at a distance. That's when I listen. Music is the reason why I stay. A cheering melody will fix a melancholic heart. The music is the reason. The music is the reason why I stay. I feel alive, I feel alive, I feel alive. The music is the reason. The music is the reason why I stay. As soon as I'm sad, I tend to build a fence. That's when I need tunes to keep on living, like someone's listening. I see the signs when I seek for the lights. I know it's bad when I forget myself. Lately music's been my self-reminder, my self-reminder. Music is the reason why I stay. დავუმატოთ ორცხობილა, მე ვიღებ თვალის ზომით, შეგიძლიათ მანის ფაფა დავუმატოთ ორცხობილის მაგივრად, პური, ასევე ან ფქვილი. მე ყოველ ჯერზე მხოლოდ ასეთ ფანტელს ვუმატებ და კარგი გამოდის. კარგად ამოვურიოთ. ხელთათმანები გამითავდა და ასე ამოვურევ ხელით. ასევე უხდება ცოცხალი ნიორი. პირადად მე არ მომწონს ცოცხალი ნიორი, ამიტომ ვუშურები დაფქვილს. შეგიძლიათ ასევე ცოცხალი ნიორი დავუმატოთ. ძალიან მომწონს ეს კატლეტები, იმით რომ არის ფერადი, ბავშვებსაც უყვართ და სიამოვნებით მიირთმევენ, მიუხედავად იმისა, რომ ცალკე ასეთ ბოსტნეულს ძალიან ძნელად ჭამენ, მაგალითად ყაბაყს. ახლა დაიწყეს ისიც ცოტა ბადრიჯნის ჭამა, თორე აქამდე ბადრიჯანსაც არ მიირთმევდნენ.
აუცილებლად გაუსინჯეთ მარილი და თუ დასამატებელია მარილიც დაამატეთ. ფარში არ უნდა იყოს არც თხელი და არც ძალიან სქელი. აი ასეთი კონსისტენციის, რომ დაიჭიროს კატლეტი. A cheering melody will fix a melancholic heart. The music is the reason. The music is the reason why I stay. I feel alive. I feel alive. I feel alive. The music is the reason. The music is the reason why I stay. I feel alive, I feel alive. The music is the reason. I see the signs when I stay in my shell. As soon as I'm sad, I tend to build a fence. That's when I need tunes to keep on living, like someone's listening. I see the signs when I seek for the lights. I know it's bad when I forget myself. Lately music's been my self-reminder. My self-reminder. Music is the reason why I stay. A cheering melody will fix a melancholic heart. The music is the reason. The music is the reason why I stay. I feel alive, I feel alive, I feel alive. The music is the reason. The music is the reason why I stay. I feel alive, I feel alive. The music is the reason why I stay. კატლეტებიც შეიწვა, ასეთი წვნიანი და გემრიელი კატლეტები გამოვიდა. შემდეგ დღისით კარტოფილის პიურეს მოვამზადებ და პიურესთან ერთად მივირთმევთ ამ კატლეტებს. როგორც ჩანს, მე დღეს ვერ მივაღწევ სააბაზანომდე. ქალბატონი ნიცა მოვიდა სახლში, გაკვეთილი გაუცნდათ და ახლა ფიქრობ, რომ რაიმე ბურგერივით მოვუმზადო. დავდებ კატლეტს და სალათის ფურცელს, რადგან ნიცას არ უყვარს ყველი. ნიცა ყველს ჭამს მხოლოდ ხაჭაპურშის. სხვაგვარად ყველს არ მიირთმევს საერთოდ. როგორც იქნა მოვაღწიე თავის მოწესრიგებამდეც, რა თქმა უნდა უკვე გვიანია, ახლა არის 12 საათი. დღეს იმდენად გეგმები არ მაქვს, მხოლოდ საღამოს ვარ სკოლაში წასასვლელი ქოჩასთან და ერთ-ერთმა ქალბატონმა კომენტარებში მთხოვა, რომ ამეხსნა აქაური სკოლის სისტემის შესახებ. ვეცდები დღეს მოგიყვეთ ჩემი გამოცდილებიდან, რა თქმა უნდა, გამომდინარე და ასევე უღრმეს მადლობა მინდა გითხრათ კომენტარებისთვის. ძალიან ბევრი თქვენი კომენტარი მეხმარება. მაგალითად, ერთ-ერთმა ქალბატონმა დამიწერა, რომ კამარი ორსულების დაწოლილმა უნდა გავიკეთო, ახლა მასე ვიკეთებ ხოლმე და უფრო მიადვილდება. უღრმესი მადლობა თქვენ და ასევე დამიწერეს, რომ ჩემს ვიდეოებში ხმა უფრო დაბალია ვიდრე მუსიკა და შემდეგ ხშირ-ხშირად უწევთ მუსიკის დაწევა და შემდეგ ხმის ხმა რომ ირთვება, ხმის აწევა.
ამაზეც უღრმეს მადლობას გიხდით, აქამდე არასდროს შემჩნევია, რადგან მე თვითონ არ ვუყურებ ჩემს ვიდეოებს, არასდროს, ისევ ამონტაჟებ, რომ ჩემს ვიდეოს არ ვუყურებ. არ ვიცი რატო, მაღიზიანებს ჩემი ხმა, ყველაფრის კომპლექსი მაქვს და ჩემი ვიდეო თავიდან ბოლომდე არასდროს არ მეყურებია, მხოლოდ ვარედაქტირებ და ეგრევე ვდებ. ხანდახან არც ვიცი ხოლმე ყველაფერი სწორად არის თუ არა. მოკლედ ეს რაც არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან არის ახლა 11 გრადუსი, მე მცხელა, საშინლად მცხელა და ამიტომ ვფიქრობ, რომ მაკიაჟს ჯერ არ გავიკეთებ. საერთოდ როცა გასასვლელი ვარ, სადმე უნდა წავიდე, დილიდან ვივიკეთებ ხოლმე მაკიაჟს და შემდეგ აღარ დავუდგარ ამაზე. დღეს არ გავიკეთებ, რადგან მცხელა და მთელი სახე მაქვს გაუფლილი, ამიტომ შემდეგ საღამოს უცებ მსუბუქ მაკიაჟს გავიკეთებ და ისე წავალ სკოლაში. რაც შეეხება სკოლას, გოჩა ჩავწერეთ ნიცას სკოლა გიმნაზიაში და დღეს არის პირველი მშობელთა კრება. ალბათ აგვიხსნიან წესებს სკოლის და ისეთ რაღაცეებს, მაგალითად, ნიცას სკოლაში აკრძალულია სპორტული შარულით სიარული, გოგონებისთვის აკრძალულია წვრილბრეტლიანი მაიკები, მოკლე ქვედა ბოლოები, მუცლის გამოჩენა, უпростоრად მოკლე მაისურები და ასე შემდეგ. ასევე აკრძალულია მკვეთრი მაკიაჟი და ასეთი რაღაცეები იქნება, ალბათ ამას გაგვაცნობენ. ჩემი დღევანდელი დღის გეგმაში შედის იატაკის გაწმენდვა. წესით გუშინ უნდა გამეწმინდა, მაგრამ გუშინ ვერ მოვახერხე და დღეს უნდა გავწმინდო. რაღაც ახალი ხრიკი ვნახე ინტერნეტში და მინდა რომ ვცადო იატაკისთვის, რადგან ყოველ ჯერზე იატაკს რომ ვწმენდავ საწმენდის საშუალებით, მიტოვებს ხარვეზებს და ხაზებს არ პრიალებს, ამიტომ მინდა რომ იპრიალოს და ინტერნეტში ვნახე, რომ წყალში უნდა დავუმატოთ უბრალოდ კონდიციონერი, ტანსაცმლის დამარბილებელი და ვნახავ აბა როგორი გამოვა. ასევე მინდოდა დღეს თმის დახვევა, მაგრამ მცხელა და თავი არ მაქვს არც მაგის. ასე რომ ესეც გვერდზე გადავთოთ. სინათლე ჩავრთე და ახლა უფრო უკეთესად მხედავთ. აქამდე უთო იყო თმის ჩართული და ამიტომ არ შემეძლო სინათლის ჩართვა. ახლა ვფიქრობ, რომ სააბაზანო მივალაგო. ასევე მინდა რომ სარეცხი ჩავრთო. სარეცხი როგორც ყოველთვის არ მთავრდება. და შემდეგ გადავიდე უკვე მილაგებაზე. მოკლედ დღევანდელი ვლოგი იქნება უბრალოდ ყოველდღიურობაზე და უბრალოდ ჩემი ყოველდღიურობა. ესე გავლამაზდეთ. სახიზე არაფერს არ ვისმევ, გარდა ტუჩ-საცხის, რადგან ჰაერის უკმარისობა მაქვს და ტუჩები მილურჯდება. ამიტომ ცოტა რომ ტუჩები გამომიჩნდეს, მხოლოდ ტუჩ-საცხს წავისმევ დღეს. მორჩა. ახლა გადავალ დალაგებაზე, მოგცემთ ცოტა მოტივაციას და მოგიყვებით სულ ცოტას სკოლის სისტემის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად მაქვს ამაზე ვიდეო ჩაწერილი, ხშირად ვსაუბრობ სკოლის სისტემაზე, მაინც ძალიან ბევრი კითხვები შემოდის ამასთან დაკავშირებით. წინა ვლოგში ერთ-ერთმა ქალბატონმა მთხოვა, რომ რაც შეიძლება ახლო მომავალში ჩამეწერა ამაზე ვიდეო, აინტერესებდა
სკოლის სისტემის შესახებ, რამდენი ხანი აქვთ ბავშვებს დასვენება, ასევე მასწავლებლების ურთიერთობა მოსწავლეებთან და საერთოდ ზოგადად. რა თქმა უნდა, ამას მოგიყვებით მხოლოდ პირადად ჩემი გამოცდილებით, არაერთი სკოლა გვაქვს გამოვლილი და არც თუ ისე ნაკლები ინფორმაცია მაქვს. მოკლედ, სანამ ამ თემაზე გადავალთ, პირველ რიგში გეტყვით, რომ ხრიკი, რომელზეც აქამდე გითხარით იატაკის გასაწმენდად წყალში, რომ უნდა დაგვემატებინა ტანსაცმლის დამარბილებელი, მოკლედ ხრიკმა არ გაამართლა და ეს ვიდეო არის გადაღებული გუშინ. დღეს კიდევ ერთხელ მთლიანად გავწმინდა ყველგან იატაკი, რადგან უარესი დაემართა, უარესი ხარვეზები და უარესი ლაქები დამიტოვა, ასე რომ არ შეცდეთ და ყველაფერი არ არის სწორი, რასაც ინტერნეტის სივრცეში ვხედავთ. დავიწყოთ იქიდან, რომ სკოლები არის დაყოფილი ორ კატეგორიებად. ეს არის ორი ძირითადი კატეგორია, დაწყებითი სკოლა და შემდეგ მოზრდილი ბავშვების სკოლა. პირადად მე ეს სისტემა ძალიან მომწონს, რადგან დაწყებით სკოლაში ბავშვები უფრო პატარები არიან, ეს არის პირველიდან მეოთხე კლასამდე და ხშირ შემთხვევაში პატარა ბავშვები იღებენ უფროსი ბავშვებისგან მანერას, ქცევას, ცდილობენ, რომ ისეთებივე იყვნენ, როგორც დიდი ბავშვები და ჩემი აზრით ეს აფუჭებს ბავშვებს. მოკლედ, პირადად მე ძალიან მომწონს ეს დაყოფილი სისტემა და პირველიდან მეოთხე კლასამდე ბავშვები არიან პატარები და უყურებენ მხოლოდ ერთმანეთს. მეოთხე კლასიდან ბავშვები გადადიან უკვე სხვა მოზრდილი ბავშვების სკოლაში, სადაც მერვე კლასიდან თავისუფლად შეუძლიათ განათლების მიღებასთან ერთად პროფესიის მიღებაც, ასევე პარალელურად მუშაობაც და ასევე ბავშვებს ერიცხებათ ხელფასი. რაც შეეხება მასწავლებლების დამოკიდებულებას ბავშვებისადმი, არის ყოველთვის თბილი, ყოველთვის ცდილობენ, რომ ყველა ბავშვთან საერთო ენა გამონახონ. ამას კიდევ ერთხელ გავუსმევ ხაზს, რომ გეუბნებით ჩემი პირადი გამოცდილებით. ასევე მე თვითონ მაქვს ნასიარულები აქ სკოლაში, როგორც იცით, ტენის კურსებით დავამთავრე წინა წელს და როგორც იცით, სამედიცინო განათლება მაქვს მიღებული გერმანიაში, ასე რომ ვიცი, როგორ ექცევიან მასწავლებლები თვითონ მოსწავლეებს. ასევე არასდროს მასწავლებელი არ მოგცემთ თქვენ მშობელს საყვედურს იმაზე, თუ თქვენმა შვილმა რომელიმე საგანი კარგად არ იცის, პირიქით დაეხმარება ამ საგნის შესწავლაში და თუ საჭირო გახდება, აუყვანს დამატებით მასწავლებელსაც. ჩვენთან საქართველოში დამატებით მასწავლებლის აყვანა ინდივიდუალურია, შენ თვითონ იხდი ამაში გარკვეულ თანხას და გინდა რომ შენმა შვილმა ისწავლოს. აქ პირიქით, თუ მასწავლებელი ხედავს, რომ ბავშვს სჭირდება დახმარება, ატანს წერილს, შემდეგ ამ წერილს გზავნი მერიაში და იქიდან მოგდის დაფინანსება ბავშვის მასწავლებელთან დაკავშირებით. შემდეგ ეს მასწავლებელი კვირაში ერთხელ ან ორჯერ მოდის სკოლაში და შენს ბავშვთან ატარებს ინდივიდუალურ გაკვეთილებს და ეხმარება ამა თუ იმ საგანში. ასევე სკოლაშივე გვარდება კამათი ბავშვებს შორის ან ბულინგი და ეს დღემდე აქტუალური თემაა გერმანიაში. ხშირად ტარდება სემინარები ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მოზრდილ ბავშვებთან, ბულინგთან შესახებ და ასევე ყველაფერი გვარდება სკოლაში. ყველა სკოლას ყავს თავისი ფსიქოლოგი, ბავშვებმა იციან ვის უნდა მიმართონ და ხშირად ისე გვარდება ეს საქმე, რომ მშობლამდე არც კი აღწევს. რაც შეეხება თვითონ სწავლა-განათლებას, მიუხედავად იმისა, რომ ასე ერთი შეხედვით ძალიან ადვილი ჩანს ყველაფერი, ყველაფერს ასე
თამაშით აკეთებენ სიცილ ხარხარით, მაგრამ ძალიან ბევრს მოითხოვენ ბავშვებისგან, მიუხედავად იმისა, რომ საზეპიროები არ აქვთ, ლექსებს არ სწავლობენ, არც დიდ მოთხრობებს არ სწავლობენ ისეთ რაღაცებს, რაც მართლა გამოადგებათ, ხოლო ისტორიას, მეორე მსოფლიოს ომს და ასე შემდეგ მხოლოდ ერთხელ გადაიკითხავენ და ბავშვებმა უბრალოდ იციან ამ ყველაფრის შესახებ. ასწავლიან ბავშვებს ჯანსაღად ცხოვრებას, ჯანსაღკვებას, მუსიკის გაკვეთილზე სწავლობენ თითქმის ყველა ინსტრუმენტზე დაკვრას, სპორტის გაკვეთილზე სწავლობენ ცურვას, ფეხბურთს და კალათბურთს პროფესიულ დონეზე, ასევე ქიმია-ფიზიკის გაკვეთილზე ატარებენ ცდებს და ასე შემდეგ. როგორც უკვე გითხარით, ყველაფერს აკეთებენ თამაშით და ისე რომ ბავშვებმა არ დაკარგონ მონდომება და არ დაკარგონ ინტერესი სკოლის მიმართ. რაც შეეხება არდადეგებს, გვაქვს ძალიან ცოტა სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგალითად ზაფხულის არდადეგები გვაქვს სულ რაღაც 5 კვირა, მაქსიმუმ 6 კვირა თუ გაგრძელდეს, შემდეგ არის საშემოდგომო დასვენება 2 კვირა, 2 კვირა ზამთრის არდადეგები, გაზაფხულზე გვაქვს კიდევ 2 კვირა არდადეგები და შემდეგ ზაფხულში. სასწავლო წელი ყოველთვის იწყება აგვისტოში და ეს გერმანიისთვის ნორმალურია, მაგალითად წელს 14 აგვისტოს იწყება სასწავლო წელი. დროის ნაკლებობის გამო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს რაც შეიძლება მოკლედ მოვახერხე და დიდი იმედი მაქვს, რომ ამომწურავი პასუხი გაგეცით. კარტოფილი იხარშება, სალათაც მოვამზადე და ახლა მინდა რომ რაიმე გემრიელობა გამოვაცხო. გუშინ ჩემი ბავშვები მთელი დღე დადიოდნენ სახლში და წუწუნებდნენ, რომ არაფერი არ არის, გემრიელი არაფერი არ არის, რატო არაფერი არ არის. მოკლედ თუ მე ერთი დღე არაფერი არ გამოვაცხე, ესე იგი არაფერი სახლში არ არის, ნაყიდ რაღაცებს არ მიირთმევენ. ახლა უბრალოდ გაჩვენებთ ერთ კარადაში რამდენი ტკბილეული ვიპოვე და რო ვკითხოთ არაფერი არ არის. მოკლედ მინდა რომ ორცხობილები გამოვაცხო, მაკდონალდსში რომ იყიდება შოკოლადის ორცხობილები, აი ასეთის გამოცხობა მინდა, მეც პირველად ვამზადებ და ერთად დავტესტოთ რეცეპტი. მართლა მთელი დღე გუშინ დადიოდნენ და მხოლოდ წუწუნებდნენ, რომ არაფერი არ არის. ამას უყურეთ. ფუნთუშები, რაღაც არ ვიცი კონფეტები, ჩიპსი, კიდევ მისაღებ ოთახში ლანგარის სავსეა ხარიბოს შელებონებით, ასეთი რაღაცეებით და რო ითხოვ არაფერი არ არის, მთელი დღე დადიოდნენ და მარტო იმაზე წუწუნებდნენ, რომ გემრიელი არაფერი დღეს არ გვაქვს სახლში. ამიტომ სანამ გოჩა მოვა, უნდა მოვამზადო ორცხობილები. მოვამზადე ყველა საჭირო ინგრედიენტი, აქ მაქვს 100 გრამი კარაქი, კარაქი არის გამდნარი, თავარია რომ რბილი იყოს, 1 კვერცხი, 130 გრამი ფქვილი, 100 გრამი შაქარი, 2 სუფრის კოვზი კაკაო, 1 სუფრის კოვზი ვანილი, 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი, ასევე შოკოლადი, ამ შოკოლადს დავჭრი წვრილად და ისე დავუმატებ. აქ მაქვს რძიანი შოკოლადი, იდეალური იქნებოდა კიდევ თეთრი შოკოლადიც რომ გამერია, მაგრამ თეთრი შოკოლადი ვერ ვიპოვე, ალბათ აღარ მაქვს და დავუმატებ ასევე ასეთ შოკოლადის ფანტელებს. ამ ყველაფერს უბრალოდ ვურევთ ერთმანეთში, აი ასეთი ხელის მიქსერით და უნდა ჩავდოთ მაცივარში 9 საათით. 9 საათის შემდეგ გამოვიღოთ, მივცეთ ფორმა და გამოვაცხოთ. კიდევ ცოტას დავამატებ სკოლასთან დაკავშირებით,
გამოცდები არის, რა თქმა უნდა, კლასიდან კლასში გადასაყვანი და ეს გამოცდები არის წელიწადში 2-ჯერ პირველივე კლასიდან, თუ მასწავლებელი ხვდება, რომ პირველ ტრიმესტრში ბავშვს არ შეუძლია ამდენი სწავლა და ვერ ეწევა თავის თანაკლასელებს, მაშინ სტოვებს კლასში და ბავშვი მეორე ტრიმესტრს აგრძელებს, მაგალითად, თუ მეორე კლასშია, ისევ პირველ კლასში. მოკლედ, აქ არ არის პრობლემა, არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას კლასში ჩარჩენა და ჩვეულებრივი მოვლენა. ასევე მთლიანი სასწავლო განათლება არის 13 წლიანი, 13 წლის შემდეგ ბავშვი ირიცხება უკვე ავტომატურად უნივერსიტეტში, ხოლო შესაძლებელია მე-9 კლასით დამთავრება, მე-11 კლასიდანაც გამოსვლა და მე-12 კლასიდანაც. იღებს შემდეგ ბავშვი პროფესიულ განათლებას, ანუ ეგრეთ წოდებულ აუსბილდუნგს, რაც შემდეგ მომავალში დაეხმარება კარგი და პერსპექტიული სამსახურის პოვნაში. აუსბილდუნგი არის სწავლა და მუშაობა ერთდროულად, ამ დროს ბავშვი კვირაში 2 დღე არის სასწავლებელში, ხოლო 3 დღე მუშაობს იგივე პროფესიით, რაზეც სწავლობს და ამ დროს ჩვეულებრივ ერიცხება ხელფასი. ცომი ჩავდე მაცივარში, სანამ ვისადილებთ და შემდეგ გამოვაცხობ ორცხობილებს. ესეც ჩვენი სადილი და ვინც ახლა ჩვენთან ერთად მიირთმევს, გემრიელად! გავიდათ 11 წუთი და მგონია, რომ უკვე გამოცხვა და მზად არის, რადგან ზემოდან უნდა იყოს ზუსტად ასეთი, როგორც ახლა ხედავთ კადრში, ხოლო შიგნიდან უნდა იყოს რბილი და შოკოლადისებრი. შეცდომა იყო ის, რომ დავდე საკმაოდ ბევრი და ისეთივე ბრტყელი არ გამოვიდა, როგორც უნდა იყოს წესით. ახლა გავთიშებ და გავსინჯოთ. ესეც ჩვენი ორცხობილები, ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს. თავიდან მეგონა, რომ ძალიან სქელი იყო, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ნორმალურია. აი, ასეთია შიგნიდან და გემოთიც თითქმის ისეთივეა, როგორც მაკდონალდსში. მოკლედ, კიდევ კარგი რომ გამოვაცხე, თორე დარწმუნებული ვარ, ახლა კრებაზე ალბათ 10-ჯერ დამირეკავდნენ ორივე და მეკითხავდნენ, რამე გვაქვს გემრიელი თუ არა. ასე რომ გემრიელობასაც ვტოვებთ.